მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ვნახოთ დღეს რა უნდა იცოდეთ თქვენ, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენზე საერთოდ და თქვენს მომავალზე, უახლოს მომავალზე, აი ეხლავე. რა უნდა იცოდეთ. შეიძლება რაღაც ისეთი მოვლენები მოდის, რომ აი აუცილებლად უნდა იყო თქვენ მომზადებული მაგისთვის. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ, რომ იმისთვის რომ გაეგოთ რომ ეს არის თქვენი გაშლა. მე უკვე კითხვები გვაქვს შემომზადებული და რა თქმა უნდა გიპასუხებთ. აბა ვნახოთ. ვინ მოვიდა დღეს ჩვენთან გაშლაზე? ვინ მოვიდა ჩვენთან გაშლაზე? ანუ ესე იგი აქ არის ეგრევე ენერგიას მაჩვენებენ, რომ ადამიანი, რომელიც არის მზად წინსვლისთვის, რომელიც აი ესე იგი როგორ არის იცით, თუ რამე დაბრყოლება თქვენ გქონდათ, თქვენ ეს დაბრყოლება ყველანაირად დატოვეთ ზურგს უკან. იმიტომ რომ აქ არის უეჭველი ადამიანი, რომელსაც უნდა წინსვლა, შეიძლება ეხლა რაღაცა პერიოდი თქვენ გქონდათ ესეთი პერიოდი, რომ შეიძლება ფინანსური რაღაცა ნაკადი იყო დახურული, ასე რომ ვთქვათ, რა შეჩერებული, მოდით ასე ვთქვათ რა. მაგრამ გამოდიხარ თქვენ ეხლა ამ მდგომარეობიდან, ну, იმიტომ რომ აქ ახლა არ არის ესეთი ადამიანი, რომელიც ვთქვათ ზის ერთ ადგილას, არა. კი, აქ ახლა ნახეთ რა ხდება. შეიძლება მოხდა რამე ვიღაცას ოჯახში, ცოტა შეფერხება, ასე ვთქვათ და ეხლა ადამიანს აქ ზუსტად ეს მომენტი, რომ ვფიქრობ რა გავაკეთო, ანუ მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. აი ეს სიტუაცია, რომელიც შეიძლება თქვენთან ოჯახში მოხდა ეხლა, არის თქვენთვის გამაღვიძებელი სიტუაცია. თქვენ ეხლა საერთოდ როცა ეგეთი მომენტები ხდება, ცოტა დაუშვით ჩვენ გზღუდავენ, თქვათ, ფინანსებში, ან თქვათ რაღაც ურთიერთობებში, ხო? ეს არის გამაღვიძებელი ენერგია იმისათვის, რომ უკვე დროა იმოქმედო, უკვე დროა რაღაცა გააკეთო. ანუ ეტყობა დიდი ხანია უკვე ზიხარ შენ ისე რომ ვთქვათ, ან ნუ კომფორტის ზონაში, მოდით ასე რომ ვთქვათ და ამიტომ აქ თითქოს გამოდიხართ, აი აქ გეხსნებათ გზა თქვენ ახალი გზისკენ. გზა ახალი გზისკენ, ნუ აპატიეთ. ხო, და ამიტომ არის აქ ეს მომენტი. კიდე ვიღაცას აქ არის კიდე როგორი მომენტი აქ. შეიძლება რაღაცა სადღაც სწავლობ და ეხლა ნერვიულობთ იმაზე, აი თქვათ, ნუ რაღაცა პრობლემები შეგექმნათ, როგორ გადავიხდი სიტყვაზე ჩემს, თქვათ, ნუ რაღაცა ფინანსებს. ნუ შეიძლება ხა ესეთი პერიოდიც არის, როცა ამ გაშლას ვაკეთებ, რომ ზოგი ეხლა თქვათ სადღაც აბარებს, ხო? ან შეიძლება თქვენი შვილები სადღაც აბარებენ და ამიტომ რაღაც აი ეს მომენტებიც შეიძლება გქონდეთ თქვენ რა და ვიღაცა გზიდან ელოდება ფინანსებს სხვათა შორის რა. ნუ კიდე ვნახოთ ახლა მე მინდა დედოფალი ვიპოვო მაინც. აქ კიდე მიყვებიან რაღაცა ურთიერთობაზე, რომელშიც იყო ძალიან ბევრი ჩადებული დრო, ენერგია, მაგრამ ანუ თქვენ ვერ დაინახათ იმ შედეგს, რა შედეგს ელოდებოდეთ ამ ურთიერთობიდან. და ესეც არის ახლა თქვენ ცხოვრებაში ეს მომენტი. შეიძლება აქ კიდე ვიღაცა ფიქრობს, შეიძლება ახალ რამე პროექტზე დაუშვათ, უნდა რომ რაღაც პროექტი გქონდეს, მაგრამ ფინანსები დიდი ხანია ფიქრობთ, მაგრამ ფინანსები გჭირდებათ. კიდე ახლა ვნახოთ ვისე, აგერ გამოვიდა კვერთხების დედოფალი. ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. აქ გამოვიდა კვერთხების დედოფალი, რომელმაც ეხლა შეიძლება და აი აქ გული აქ ძალიან ნადგენ, მაგრამ აქ სრულდება ეს სიტუაცია, ანუ უნდა დასრულდეს რა ნახეთ. ესე იგი ბევრი რაღაცა ბევრი ფიქრების მერე ანუ ნახეთ დაასრულეთ თქვენ რაღაცა ურთიერთობა ალბათ. აქ ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანეთ, იმიტომ რომ როგორც თქვი, რომ ბევრს დებდით თქვენ ურთიერთობაში, მაგრამ ვერ ხედავდით იმას, რაც თქვენ გინდოდა და ამიტომ თქვენ ახლა დაფიქრდით, გაანალიზეთ ყველაფერი და მიხვდეთ, რომ მე არ მინდა მასეთი ცხოვრება. კიდე აქ არის როგორი სიტუაცია. ვიღაცისთვის იქნება ეგ სიტუაცია. ნახეთ, ესე იგი თქვენ
აირჩიეთ რაღაცა ახალი მიმართულება. რა რის იმედიც გაქვთ თქვენ, რომ მე ამას რო ვისწავლი, ვიცი რომ აი მხოლოდ მაგ ცოდნას შეუძლია რომ მე გამომიყვანოს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ვარ მე ეხლა. კი ბატონო. კიდე შეიძლება ეხლა ფინანსური მდგომარეობა ვიღაცას აწუხებს, სხვათა შორის კი მაქვს რაღაც ცოტა, მაგრამ იმისთვის მე რაც მჭირდება, ну, არ არის ისე რომ თქვა, მე რაც მჭირდება კი მაქვს დაუშვათ, ხო, მაგრამ იმისთვის უკაცრავად რომ აი თქვა უფრო მეტი სხვა რამისთვის არა, ანუ ზუსტად იმისთვის მაქვს თქვა თანხები რაც მე მჭირდება, მაგრამ ამაზე არის ცოტა ნერვიულობა, ცოტა კი არა კაი ნერვიულობა, მაგრამ თქვენ აი აქ თითქოს ესეთი ნიშანი არის, რომ ეს მიიღე ახლა არის ნერვიულო, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი უნდა დასრულდეს თქვენ ცხოვრებაში. აი ეს რთული პერიოდი, იმიტომ რომ გადასვლა გაქვთ თქვენ, კი ბატონო. კი, ანუ აქ ახლა შეხედეთ ახლა, ну ვიღაცაზე მიყვებიან, ახლა არ მინდა რომ გავყვე, რომ აქ ვიღაცასთვის არის აქტუალური თემა, რომ აი ძალიან არ ვიცი რა გავაკეთო, ძალა აღარა მაქვს, მარტო ვრჩები, რა ვქნა, როგორ, ანუ რაღაც განცდებს მაჩვენებენ, რომ შეიძლება თქვა ფინანსების გამო, მაგრამ შეიძლება აქ ნუ გაშორებაც არის, კი ბატონო, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ელოდება სხვათა შორის დაბრუნებას იმ ადამიანის, ვინც წავიდა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან განიცდით მაგას, რაღაც ძალა აღარა მაქვს, უკვე მარტო არ მინდა დარჩენა და ან ვიღაცას სიტყვაზე კიდე ნახეთ, შეიძლება ან დაბრუნება პარტნიორის გინდათ, ან არის სიტუაცია ესეთი, რომ თქვათ რაღაც მოვიწყინე და მინდა რომ თქვათ ვიღაცა ახალი ადამიანი შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, კი ბატონო. და აქ უკვე მაჩვენებენ, რომ მზად ხარ თქვენ იმისათვის, რომ უკვე იყოთ იცხოვროთ თქვენთვის. ну, აი ესეთი რაღაცა სიგნიფიკაცია მოვიდა. ვნახოთ ახლა ჩვენ. თუ რამე იცანით, ახლა მე ვეცადე მაქსიმალურად ბევრი სიგნიფიკაცია თქვენთვის ამომიღო. თუ თქვენ იცანით თქვენი სიტუაცია, მაშინ შეგიძლიათ უყუროთ. ხო, აი ამ დასტაში, სხვათა შორის ვიღაცა მომწერა, ძალიან მომწონს ეს დასტა ვგიჟდები რა, აი ეს შეგვიძლია ისინი წინი, აი ვარსკვლავური ტარო. ვიპოვე შეცდომა, მითხრა, აქ იყო კომენტარი, მეთქი ჯერ ვიპოვე მე თვითონ და მე კი ცხრიანი, ანუ რვიანი პენტაკლების, ანუ ეს იმათის საყურადღებოდ, ვინც იყიდეს თქვათ, ხო, ამას, რომ იქ არის ცხრიანი კვერთხების მაგივრად წერია პენტაკლების რვიანი. აი ეს მე ხა შევასწორე და ვფიქრობ, რომ დანარჩენს ყველაფერს სწორს აჩვენებს. ხო, ისედაც ახლა პრინციპში ვინცაც იცის ენერგია, მე რატო ვასწავლეთ შემოსწავლებს ენერგიებს, იმიტომ რომ ენერგია როცა იცის შენ არკანების, მე უკვე ნებისმიერ დასტას ისედაც წაიკითხავ. კარგით, всё. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენ როგორ ხედავენ მაღალი ძალები, ხო არის? მაღალი ძალები არსებობს, რომელიც მართავენ ჩვენ ცხოვრებას. ვისთანაც გვაქვს ჩვენ კონტრაქტი, ისინი ამჟამად. მოდით ვნახოთ ახლა რა უნდა იცოდეთ, ხო? ანუ არ ვიცი, აქ რაღაცა კითხვები მქონდა ისეთ, ეტყობები ხო ნუ სხვადასხვა მომენტები რა. ეხლა ვნახოთ თქვენ როგორ აი ხედავ საზოგადოება, მოდით ასე ვთქვათ, ეხლა თქვენს ცხოვრებას. ვნახოთ ეხლა როგორი ცვლილებები უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. აი ვნახოთ როგორი ცვლილებები შემოვა თქვენ ცხოვრებაში და ვნახოთ ეს ცვლილებები როგორი მოქმედებენ თქვენს მომავალზე. აქ ცვლილებები მინდა კიდე ასე ვიღო 3. ნახოთ ახლა. так, თქვენ ახლა მაღალი ძალები ძალიან კარგად ხედავენ, თქვენ გაქვთ ძალიან მაგარი ენერგია, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, იმიტომ რომ
ძალიან მაგრათაც გამოიყურებით, ძალიან ძლიერი ხარ, ძალიან სექსუალური ხარ, ძალიან ენერგია გაქვთ ისეთი რომ მზად ხართ ყველაფერი აი კარგი, აი თან ზაფხულის რაღაც ისეთი ენერგია არის ხო ხა ზაფხულის პერიოდი გვაქვს და თითქოს აი როგორ გითხრათ რომ თუ იმას ვერ ვეტყვი რომ ზიხარ თქვა რაღაც არაფერი არ გინდა არა მშვენივრად იმის მიუხედავად რომ კი გქონდათ რაღაცა ზოგს ეხლა შეიძლება წარსულში გქონდეთ ზოგ შეიძლება ეხლა გაქვთ თქვენ რაღაც მომენტები ისეთი რომ თქვა ეხლა ცოტა გული გატკინეს ხო და მოგიწიათ ეხლა თქვა დაშორება და ეხლა არის ისეთი პერიოდი რომ ძალიან ბევრი წვილი შორდება ეს არის ეგეთი მომენტი რომ პრინციპში რაც ეხლა უკვე ამიხსნია აღარ დავიწყებ ამის ახსნას ბევრი რამ იხსნია სხვა ვიდეოებში რომ არის ქსულების კონტრაქტი სრულდება და ამიტომ უკვე თქვენ უნდა გადახვიდეთ ახალ დონეზე ახალ პერიოდზე და ამიტომ ზოგჯერ ახლა კი მტკივნეულია მაგრამ უნდა წავიდეს პარტნიორის შეიძლება მეგობარი შეიძლება თქვა სამსახური შევცვალოთ და ასე შემდეგ ან ვაფშე სხვა რაღაცა თქვა ვაფშე საქმიანობაც შეიძლება ისე შევცვალოთ რომ გაგვიკვირდება რომ საერთოდ არც მიფიქრია და დაუშვოთ ახლა ამით დავინტერესდე. ამიტომ ახლა თქვენ პრინციპი მაღალი ძალები ხედავენ რომ თქვენ ენერგიით სავსე ხართ, ყველაფერი შეგიძლიათ აბსოლუტურად წინ იყურებით, ძალა გაქვთ, ჯამრთელად ხართ და ძალიან აი ესეთი რომ აი გეგმებით სავსე, ასე რომ ვთქვა. საზოგადოება როგორ გხედავ, საზოგადოებაც ხედავ თქვენ ძალიან როგორ ადამიანად, იცით? აი ადამიანთ რომელიც აი სულ სადღაც მიისწრაფება ადამიანი რომელიცაც აქვს ძალიან ესეთი აი გული რომ აი მზად ვარ გავცე ძალიან გამცემი ადამიანი ხართ რა და ადამიანი რომელიცაც აი ოქროს გული რო იტყვიან ხო ხდეთ გულით აკეთებს ყველაფერს აბსოლუტურად თუ რამეს აკეთებს სულ რაღაცას აი ხო გეუბნები აი სიცოცხლე გიყვართ სულ რაღაცა კარგის მოლოდინში ხართ აი ძალიან პოზიტიური პიროვნება ხარ და ძალიან რაღაც აი სულ რაღაცას ფიქრობთ, აი რაღაც ესეთი სხვადასხვა კიდევაც ხედავენ, რომ ძალიან კარგად გამოიყურებით იმაზე უფრო შეიძლება ახალგაზრდულად ვიდრე ხართ, თქვათ, ხო? აი ძალიან ისეთი აი გიყვართ ეთყობა რაღაც ფერადი განსაცმელი შეიძლება, ხო? აი თქვათ, ეხლა გიყვართ რაღაც აი პოზიტივს ასხივებთ რა. ვიღაცა შეიძლება მოგილურჯი უყარს ძალიან თქვათ ეხლა ერთ-ერთი ის აი ნუ რაღაც ძალიან პოზიტიური ენერგია მოდის აქედან. ნახოთ ეხლა ჩვენ აბა რა უნდა იცოდეთ თქვენზე და თქვენს მომავალზე ეხლავე. ანუ ეს ნახოთ ეხლა ეს სამი კარტი ამოვიღე. პირველი აქ ნახეთ აქ პირველი ის უნდა იცოდეთ რომ უნდა იყო ძალიან კარგად. აი აქ ხო ვთქვით რომ თქვენ გხედავენ რომ თქვენ ძალიან ანუ ისეთი პოზიტივი გოგო ხართ ხო? აი აქ ნამდვილად ეს ენერგია არის აი აქ სულ როგორ არის აქ შეიძლება ნახეთ თქვენი გული გაიხსნება ზუვინეს დახურული გაქვთ და ნერვიულობდით პლუს კიდე ეხლა ნახეთ ყველაფერი აბსოლუტურად თუ რამე არის თქვათ აი მიწიერ დონეზეც აბსოლუტურად ყველაფერი იქნება თქვენთვის კარგი იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის იცით ძალიან მაგარი და ასე აი მართლა გერჩეთ ვისაც გიყვართ რომ იყიდეთ ამ პლუს წიგნიც არის იქ და წაიკითხავთ თუ ვერ ნუ ძალიან მაგარი ნუ ვინც იცის კლასიკა ხო ხოლოდ ეხლა ძალიან მაგარ დონეზე კი წაიკითხავთ ძალიან მაგრად რა. იმიტომ რომ აქ თითქოს რას ვხედავ, იცით რომ ანუ თქვენ იქნებით ჯერ ესეთი ენერგია გაქვთ რომ იზიდავთ ადამიანებს, იზიდავთ პოზიტიურ სიტუაციას, აი თქვათ ეხლა სხვადასხვა ადამიანებისთვის ხართ თქვენ ანუ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ნახოთ საერთო ენა. აი ეს თითქოს გეძლევა თქვენ რომ აი სხვადასხვა სტატუსის ადამიანებიც თქვენთან მოვლენ, ხო? თან პლუს კიდე ხო გეუბნები თქვენი აი აქ ინტუიცია გეხსნება ძალიან მაგრად გეხსნებათ აი ყველა ადამიანის ტკივილს იგრძნობ, აი როგორც რენტგენი ესეთი ხდებით რა. ნუ ძალიან მაგარი მე ვფიქრობ ძალიან მაგარი რამე შემოდის თქვენ ცხოვრებაში. პლუს კიდე აქ თქვენთან სულ ახლო მომავალში შემოდის პენტაკლების მეფე.
ანუ ადამიანი, რომელიც არის, ნახეთ, ამ ადამიანს ძალიან უყვარს საერთოდ სიმდიდრე, მოდით ასე ვთქვათ. ამ ადამიანს უყვარს ფული. ამ ადამიანს უყვარს, ანუ საგვარეულო ოჯახი, მზრუნველობა. თან ძალიან ესეთი ტიპი არის, რომ აი აკონტროლებს კი ყველაფერს აბსოლუტურად და ძალიან ძლიერი. აი ნახეთ, თქვენ ხო ხართ, აი აქ ნახეთ, აქ არის გოგო და აი ეგ არის დათვი. დათვი საერთოდ ნიშნავს სიძლიერეს რა, და ამავე დროს ახლა ძლიერ მამაკაცსაც, ხო? შეიძლება სადღაც აი არის ეს ადამიანი, უკვე აი აქ თქვენ გვერდით, ну, ან თქვენ სივრცეში სულ მცირე და თან რა არის ახლა ეს მომწონს მე რომ ეს უკვე პენტაკლები უფრო გვაჩვენებს ჩვენ არა თქვათ ახლა სულიერ დონეზე, მხოლოდ ახლა სულიერ დონეზე შეიძლება ბევრი რაღაცა იყოს და სადღაც სივრცეში იყოს. აქ უკვე მიწიერ დონეზე გვაჩვენებენ რომ ეს ადამიანი უნდა გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში რა. და მაგის უკან არის ორი დათვი, ანუ უფრო იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და შეიძლება გიფიქრიათ, რომ გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი. ან თქვენ თვითონ სულ მცირე თქვათ, ასე რომ ვთქვათ, თუ ვინმეს არ ჭირდება არც კაცის შემოსვლა და არაფერი ესაჯარო გაშლა და ამიტომ შემიძლია თქვა, როგორც ენერგია, ანუ უფრო ფინანსებშიც გაძლიერდებით თქვენ. ანუ ისეთი სიძლიერე შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რომ აი ну ძალიან რა რომ ვერც შეიძლება მოელოდო რა ისეთი და ცვლილებები აუცილებლად იქნება. ნუ აქ უეჭველი ვიღაცას შემიძლია იგით რა თუ ვინმე წავა დასასვენებლად სადღაც შეიძლება ზღვაზე. აი მიდიხარ დასასვენებლად არაფერზე არც ფიქრობთ, ხო? სიტყვაზე ახლა დაუშვათ, აი აქ თქვენ ვიღაცა გაიცნობს ამ თავის მამაკაცს, მაგრამ თქვენზე დიდი იქნება ეს პიროვნება, უეჭველი დიდი იქნება ეს მამაკაცი, თქვენზე უფრო გამოცდილი და აი ეხლა რანაირი სტატუსში არ უნდა იყო თქვენ, იცოდეთ მაგასთან თქვენ თავს იგრძნობთ როგორც პატარა გოგო. იმიტომ რომ ესეთი მზრუნველი ტიპი არის და აქ მიდის ცვლილება, ძალიან უნდა შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, იმიტომ რომ აი რუსულად არის ვუნისონ, ანუ ერთად რომ მიდიან ადამიანები, თითქოს საერთო ინტერესია და ანუ და ეს ურთიერთობა სხვათა შორის რა შვება იცით თუ თქვენ რამე გქონდათ კივილები აი დიდი თქვენი ყველა დიდი პრობლემები აი თითქოს იხურება რა ანუ სადღაც ზურგს უკან რჩება ყველა პრობლემა ყველაფერი რჩება უკან რა და აქ სრულიად სხვათა შორის მოულოდნელად და ეს ძალიან აქ როგორი მომენტი არის აი თითქოს მაღალი ძალები გიცავენ არ უშვებენ თქვენ ცხოვრებაში არაფერს ისეც რაც თქვენ მართლა ნუ გულს გადგენს ასე რომ ვთქვა თუ აქ ცვლილება გადასვლა რაღაცა ახალ ეტაპზე და ზოგისთვის შეიძლება იყოს даже გადასვლა სხვაგან თქვა ან სხვა ქალაქში სხვა ქვეყანაში ხო და ნახოთ ახლა კიდე რა უნდა იცოდეთ ნუ აი მთავრდება თქვენი რაღაცა რთული პერიოდი მთავრდება იმიტომ რომ მეხუთე ენერგია პენტაკლების ეს არის როცა ადამიანი უკვე აი ბევრი რაღაცა უკვე გადაიტანა, ბევრი რაღაცა უკვე იყო მის ცხოვრებაში და უკვე მოვიდა იმისი დრო, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდეს გამოსვლა არის. კი, მზის არკანი და უკვე შე დავამთავრებ, იმიტომ რომ მზე აქ ნამდვილად რაღაცა პერიოდი, რომელიც იყო თქვენთვის ძალიან რთული სრულდება თქვენში, აი სრულდება. შემოდის ახალი ენერგია, აქ შემოდის ახალი ენერგია, ახალი წინსვლა, ბედნიერება. რასაც მე თქვენ გისურვებ. ამიტომ პრინციპში ეს უბრალოდ რა არის? რატო არის ეგეთი გაშლა თქვა, აი რა უნდა იცოდე. ეს ამისაც უნდა იყოს მზად, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. ზოგჯერ არის ეგეთი სიტუაცია, როცა ადამიანისთვის ცხოვრებაში შემოდის რაღაცა კარგს აძლევენ, ხო? და ის ადამიანი უცბად მოულოდნელად რო შემოდის, ხო, ეს ყველაფერი კარგი. ადამიანი აი იკარგება, რაღაც აი, ნუ იბნევა რა, უიმე რანაირად ახლა ჩემ ცხოვრებაში ეს როგორ რანაირად, აი თქოს მზად არ არის, გაიგეთ რა ხდება და როცა შენ უკვე აი თუნდაც ახლა აიღებ აქედან, თუნდაც საჯარო გაშლიდან და რაც მთავარია, მიიღეთ თქვენს ცხოვრებაში და ანუ იფიქრეთ იმაზე, რომ კი ბატონო, მე ვარ ღირსი იმისი, რომ ეს ყველაფერი შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში და ნუ უარყოფთ ამას, რომ უი მოიცადე რა და ამ ჩემის ასეთი ცხოვრება, ასეთ რა.
არა, აი გეუბნებით, იყო ერთი კომენტარი, წავიკითხე და გოგომ დაწერა, რომ ესე იგი თქვენი გაშლა ვნახე 1 წლის წინ და ისეთი რაღაცები იყო იქ ნათქვამი, აი თან თქვენ იცით რომ მე პოზიტიურად ხოლმე ვიცი ხოლმე თქვენი განწყობა, ხო? და ესე იგი აი სრულიად დაუჯერებელი იყო ჩემთვის, მაგრამ აი ასრულდა. აი даже საჯარო გაშლიდან. იმიტომ რომ ეთყობა ადამიანმა დაიჯერა, მიიღო და რა თქმა უნდა მოხდა ეს ყველაფერი ასრულდება. იმიტომ რომ რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, იმას ვიზიდავთ. და თუ იძახეთ რომ ხო მე სულ ვფიქრობ იმაზე რომ ფული მინდა, არა. ამას თავისი ეს უნდა სწორედაც უნდა იფიქრო, მაგრამ მე ხა აქედან როგორც შემიძლია თქვენ კი გეუბნებით, ეხლა როგორ და რანაირად უნდა გააკეთოთ. თქვენ ახლა თქვენი საქმე გაითვალისწინებთ თუ არა, ეს რა ქვია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არის პროგრამები, რომ ახლა ჩვენ სულ ყოველას ჩვენი რაღაც პროგრამები, რომელიც ჩვენ ახლა ინდივიდუალურია, ხო? შეიძლება შენ კი ფიქრობ იმას, რომ დაუშვათ მინდა ფული შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, თუმცა ეს არ არის სწორედ, უნდა თქვა, უნდა შეიგრძნო, შენ უნდა იყო იმ ენერგიაში და შენ უნდა გჯეროდეს, იმიტომ რომ ჩვენ სულ ყოველ აქ ვართ მოსულები ბედნიერებისთვის, მაგრამ შენ თუ მაგისი არ გჯერა და ხარ განწყობილი იმაზე, რომ არა, ჩემ ცხოვრებაში მარტო უბედურება შეიძლება შემოვიდეს და უფულობა და უნდა ვიწვალო, ეს უკვე თქვენი არჩევანია, გაიგეთ რა ხდება და როცა შენ სხვა პროგრამები ხარ, თქვა ამ პროგრამების მაგივრად სხვა პროგრამებით შეივსები, მაშინ უკვე ყველაფერი სხვანაირად წავა, იმიტომ რომ ეს სხვა თემა არის საერთოდ და უკვე ადამიანიც ახლა რა თქმა უნდა, ახლა ამაზე ბევრს ლაპარაკობ და გეუბნებით ხოლმე, ახლა არ ვიცი, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ დაწეროთ და მე ახლა გავაგრძელებ ხოლმე ჩემს ვიდეოებში ცოტა ესეთ ინფორმაციასაც მოგცემთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, ჩვენი განწყობა, არა მხოლოდ ფიქრები, განწყობა, იმიტომ რომ სამყარო ვერ კითხულობს, ეგა ჩვენ და იმას რა ქვია, სიტყვებს ვერ ხდება. იმას უნდა ჩვენი ვიბრაციები, ჩვენი ემოციები, ხო? და ჩვენ თუ ვართ და დაუშვათ განწყობილი ნეგატიურად, მაშინ მაგ შემთხვევაში არაფერი არ შემოვა. შემიძლია ვაცხადო ბევრი რაღაცა, მაგრამ თუ შინაგანად მზად არა ვარ, არ მოვა, გაიგეთ? და რა თქმა უნდა, ყველაზე რთულია მაშინ, როცა შენ ხარ, აი თქვათ ახლა აი ამ ენერგიაში, ხუთიანი პენტაკლების, ხო, როცა შენ ხარ ამ ენერგიაში, რა თქმა უნდა, ძნელია. რომ შენ ახლა ფული არა გაქვს, არაფერი არა გაქვს, სიტყვაზე ზიხარ, ახლა ურთიერთობაში ყველაფერი ცუდია და როგორ უნდა განვიწყო? აი უნდა არის ტექნიკები და უნდა. ეს არის, რომ არ არის აქ ხა კიდე ჯადოებზე და რაღაცებზე არ მინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი გაშლა გვაქვს ჩვენ, ხო? იმიტომ რომ ხალხს ახლა უყვართ უბრალოდ აი ადვილად შეგიძლია მიაღწიო, მაგრამ არა ჯადოებით და ვაიმე ეთყობა რაღაცა გაუკეთეს ჩემ ოჯახს. არა. აი აქ არის გასასუფთავებელი გაქვს თავი. და ის რომ გასუფთავდება, მაშინ უკვე ყველაფერი კარგიც შემოვა შენ ცხოვრებაში. ამით დავამთავრებ, გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.